ახლა ჩვენ სანდრო რაქვიაშვილი შემოგვერთება პარტია გირჩის წარმომადგენელი. მინდა რომ ვისაუბროთ მათ შორის იმ ახალ იდეებზე, ახალ და აი ძველ იდეებზე, რაც ოცნებისგან გვესმის. დამშვიდობისა სანდრო, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. პარტიების აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული გაუქმება, შეკრების და მანიფესტაციის უფლების პრაქტიკული გაუქმება. თქვენ მემარჯვენეები ხართ, წესით ეს დანიშნული საკითხები უნდა იყოს თქვენთვის. და აღმაშფოთებელიც კი. როგორ უყურებთ, რამდენად დრამატულად უყურებთ იმას, რაც ხდება ამ რასაც რეჟიმი აკეთებს, როგორც ახლა პირბადეებზე რო იჭერს და გამოხატვის თავისუფლებას რო გზავნოს ქვეყანაში. რა ადგილი უკავია თქვენს დღის წესრიგში ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. კი, ნამდვილად ეს საკითხებია, ზოგადად სიტყვის თავისუფლება რო ავიღოთ ფართო გაგებით, მათ შორის როცა პარტიებს გზავნავ პოლიციით და რა დებატებში უგებ. ეს ხო სიტყვის თავისუფლების რაღაც ერთ-ერთი შეზღუდვის ფორმაა. ფუნდამენტური უფლება, ანუ და არანაირ ფორმამდე იზღუდებოდეს. ზოგადად ჩვენ ამაზეც ვიყავით მაშინ როცა ვიღაცა ალტინფოს აკრძალავს ითხოვდა ან მათი ტელევიზიის დახურვას ითხოვდა და შემდეგ იმიტომ რომ აი თუნდაც რადიკალურად მიუღებელი აზრები უნდა იყოს პოლიტიკაში ყველა უნდა იყოს დაშვებული და მე დაამარცხე და კონკრეტული სტანდარტი უნდა არსებობდეს და ეს უნდა იყოს ხისიერი საფრთხე ძალადობის სხვა არც არა ნუ თუ ძალადობაა ფიზიკური ძალადობა ხისიერი საფრთხე მაგის ძალიან კონკრეტული სტანდარტები ხო მაგრამ მე მგონი ჩვენ არსოს ყოფილ ვარ სიტუაციაში, როცა პოლიტიკურ პარტიას რაღაცა ამდაგვარი გაუკეთებია, ხო და ამიტომ მე მახსენდება. პოლიტიკურ პარტიას ფორმალურად რო ხო. ხო, ამიტომ ამ შემთხვევაში მე მგონი ზოგადად არს ყოფილა საბაბი ან მიზეზი იმისთვის, რომ საბაბი შეიძლება იყოს, მიზეზი არ ყოფილა, რომ პარტიები აეგზავნა. რა ქვია ასეთ რეჟიმს, სადაც პარტიები იგზავნება გამოხატვის და თავისუფლება იგზავნება შეკრების ჩვენ ისე ავტორიტარული რეჟიმის ფარგლებში ვარსებობთ და ეხლა უბრალოდ რა ვთქვათ სიმტკიცეა ამ ავტორიტარული რეჟიმის და რა ფორმა უბრალოდ დამძიმდა ამ ხრივ ხო სიტუაცია. ხადია თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა აქ უბრალოდ ორი მომენტი არის მინდა ვთქვა, რომ პირველი ეხლა ალბათ ქართული ოცნების ხალხაჭერებს უნდა აღელვებდეს, იმიტომ რომ შენ თუ არ შეგიძლია უკვე ეს სიტყვით დაამარცხო და უბრალოდ დებატებს გზავნავ, დისკუსიას გზავნავ, შენ ტელევიზიაში არ უშვებ და მე კანონით აგზავნავ და პოლიციით ვიღაც ხეს ჩასვავ, ნუ მინიმუმ იმაზე მიუთითებს, რომ შენი არგუმენტი სუსტია. თორე ახლა ნებისმიერ პოლიტიკოს გაუხარდება საჯარო დებატებში სხვა დაამარცხოს ისე რომ მისი კარიერა დაასრულოს. ეს ხო რაღაც ისეთი მინიმუმ თვითშეფასების ამბავია და თუ არ შეგიძლია ეს გააკეთო, ბუნებრივია რომ მაშინ ასეთ მეთოდებს იყენებ. მაგრამ მეორე ნაწილია ჩვენ როგორ პასუხობთ ამ ნაწილს, იმიტომ რომ მე მგონი ერთადერთი ადეკვატური პასუხი ამაზე არის ის, რომ თუ ისინი გზავნავენ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ არ აგზავნოთ. ჩვენ მქონდეს დისკუსია, აი თქვენი წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ დროა გავერთიანდით და შემდეგ, მაგრამ რო გაერთიანდე ხონდეს ის ირგვლივ ერთიანდები, ვისთან ერთიანდები. მართლაც ახლა ჩვენ არ ქონია მაგათ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაც გაერთიანების სურვილები ამ კუთხით, მაგრამ თავიანთ ყოფილ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ რაღაც რუსულ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ვიღალატაო და შემდეგ და ხო შეიძლება რომ რომელიღაც მორიგი მათი პარტნიორი იგივე მოიქცეს. და ერთ-ერთი ასე უნდა გავაკეთოთ, რაც უბრალოდ რა ვიცი ჩვენ მე მგონი აი თუნდაც წინა კვირას ჩვენ ახლა იცით რომ არ მოგწოს ის აქციები რომელიც რუსთაველზე გადის მათი არ მოგწოს თბილისში თქვა კი კი ბატონო ფორმით თუ შინაარსით და მათ შორის აი რეჟიმსაც ძალიან არ მოწონს ანუ ჯარიმებით ვერ მოვერეთ და ხომ დავიჭიროთ ხალხი პირდაპირ ხო შეიძლება თქვა მაგრამ წამოიგინეთ რომ ეს ასე გაგრძელდეს ასეთი დღის წესრიგი რომ გაგრძელდეს რამდენიმე წელი მე მგონი რუსთაველო ქართულმა შენიო და აწყობს რომ ზოგადად რუსთაველო არა ცხადია ყველაფერი აქვს აქ უბრალოდ და აი რო იჭერენ ხო ძიდი უკანონობაა არა ძალიან არადეკვატურია არა მარტო რო იჭერენ ზოგადად რა ვიცი პირბადის გარეშე რო იჭერდნენ და ეხა პირბადის გამო რო იჭერენ ეს ხო უბრალოდ ტრაგიკომიკური ბოლო არის მაგრამ ეს ბოლო კიდევ უფრო არსებითად მაგრამ მაიყურეთ რა შეასაქმე ელემენტარულად იგივე საკითხზე როგორი აი დარწმუნებული ვარ რომ მიტინგზე მოიძებნება ადამიანები ვინც რომ უბრალოდ კითხო ჩვეულებრივად დისკუსიაში რო კითხო რა პირობებში აქვს ადამიანს ქუჩის გადაკეტვის უფლება და იქ განსხვავებული აზრი იქნება ანუ არა კონკრეტულად ამ მიტინგის მიმართ. აი ზოგადად როგორ ქვეყანაში მინდა ვიცხოვროთ, სადაც მაგალითად პოლიტიკური პარტიას როგორი უფლებები აქვს, რა თავისუფლებები არსებობს, მომიტინგეს როგორ უნდა იქცეოს და ამ შემდეგ. და აი მაგალითად ვინაიდან ჩვენ ასე დამოკიდებულება აქვს წინა კვირიდან აი მათ შორის რამდენიმე აქტივისტს დაუკავშირდით და იმედი ამ კვირაში გამოჩნდება, მაგრამ ზოგადად პრობლემურია რომ ჩვენ ტელევიზიაში მათ შორის რომ მოვიდნენ და დისკუსია გავხსნათ რომ აი მართლა რას აკეთებთ. აი ჩვენ არ მოგწონს მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, მაგრამ ხო უნდა იყოს საუბარი დაწყებული
აი ეს მიტინგებს რა მიზანი აქვს, როგორ მიდის ამ მიტინგებით მაგალითად, როგორ ხდება ბიზნესის დამარცხება. რაღაც ერთობაზე როა საუბარი და მე ძლივს შეკრიბილ მიტინგზე რო ერთმანეთს რაღაცა ნიშანია, ნიშნად უნდა მივიღოთ რაღაც საშკარად. სუცვენების მომხრე არ ვარ, მაგრამ არც მე არ ვარ სუცვენების მომხრე, მაგრამ რაღაცა ნიშანია აშკარად. ხო და ხონდა ამაზე დისკუსია დაიწყოს, აი ხვდებით, აი ელემენტარულ საკითხებზე არ დავასრულეს შეიძლება აზრი რომ მიტინგი რო შეიკრიბა არ იყო ხო გრანდიოზული მიტინგი არ იქ რო დაიწყო ჩხუბი ჩემი მიტინგი არა შენი მიტინგი ასეთ პლაკატით უნდა ვიდგეს ეს ხო რაღაცნაირად მიუთითებს იმას რომ ამაზე ლაპარაკი არ იყო ხო შეიძლება წინასა დისკუსია ყოფილიყო ვისი მიტინგია რატომ ხდება ეს მიტინგი ვინ ეპატიჟებიან ვის არ ეპატიჟებიან თუ ვიღაც არის ვისაც არ ეპატიჟებიან რომ იმ ადამიანმა იცოდეს აი სულთა ტექნიკური საკითხები დაწყებული ფილოსოფიური საკითხებით როცა ის როგორი ქვეყანა გინდა რომ ბოლოს ბიზნესს რომ დაამარცხოთ რაში გამოიხატება აქ საერთოდ საკითხი მიდის იქამდე გაქვთ რა უფლება ანუ როგორ ქვეყანა გინდა ეგ ერთი საკითხია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ აი გაქვთ რა უფლება რომ მიტინგი ჩაატარო და გეუბნებიან რომ აღარ გაქვს ამის უფლება რეჟიმის ივანიშვილის წინააღმდეგ ლოიკური ფინალი იქნება ამ ისტორიის აღარ გექნება ამის უფლება ხო ამ მოცემულობამდე მოვედით ახლა ჩვენ და ეს ახლა მაინც და მაინც ოპოზიციის ბრალია იმ გაგებით რომ ხო ვერ აქამდე ვერ დაამარცხეთ მათ შორის ვერც ერთმა ივანიშვილი როგორ შეიძლება არ იყოს ოპოზიციის ბრალი მათ შორის ის რაც ამ არჩევნების დღეს მოხდა როცა თელი ოპოზიცია გაიხლიჩა ორ ნაწილად და ერთი ნაწილი ოპოზიცია არჩევნებში იღებდა მონაწილეობას როცა ასეთი მიდგომით შანსი არ ქონდა გამარჯვების ხო როცა ნახევარი გადიხარ ხო და მეორე ცხადი იყო ეგ ამბავი ხო და მეორე ოპოზიცია ის მოვაწყო რაც მოვაწყო და იმაზე პასუხისმგებლობას არ აუღია რაც მოვაწყოთ ოქტომბერს იმ ხალხმა ვინც არჩევნებზე არ გავიდა ანუ ისევ და ისევ არჩევნებზე არ გავდივარ რაღაცა და ამის ნაცვლად აი ეს რო გააკეთა ხო უნდა გასაგები იყოს რომ 100 თამაში არ შეიძლება გააგრძელო თორე იქეთ ხარ ეს რო ყავს ერთპიროვნული მართვილი რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციას აკეთებს და თუ ამ პროცესს არ გააჩერებ რომ ეს რაღაც სუდით დამთავრდება არა მარტო მიტინგების რაღაც აკრძალვით და აი თქვენი პოზიცია რომ თქვენ როგორ ვაჩერებთ ამ პროცესს ხო ისევ და ისევ აი რითად დაიწყეთ რომ თქვენ თქვით რომ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება ეს არის დასაწყები აი მართლა თქვენი სტუმართან ერთად რომ ვისხეთ უკეთესი არ იქნებოდა რომ უბრალოდ დისკუსია დაიწყოს ხო შეიძლება რომ ტელევიზიაში ის პოლიტიკოსები თუნდაც ეს დისკუსია თქვენ შორის ამის მნიშვნელობა მეც კარგად მესმის გეთანხმებით პრობლემა მაგრამ აი ეს დისკუსია ივანიშვილს დაამარცხებს კი იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ამ დისკუსიაში ვიპოვით რაღაც ეს არის აუცილებელი წინაპირობა ხვდებით აი მე რომ რაღაც მაგას გეგმა მქონდეს რომ მაგალითად აი თუნდაც წინასაარჩევნო რაც ხდებოდა რომ ყველა გავერთიანდეთ ერთიანი კანდიდატი წარვადგინოთ და რაღაც თბილისი მოვიგოთ მეორე ხალხი ამბობდა არა ეს არჩევნებს ვერ მოვიგებთ რაღაც ქუჩაში გამოვიდეთ დავამხოთ ამაზე დისკუსია რატომ არ უნდა გაიმართოს ან მომავალი არჩევნები რო ჩაინიშნოს უკვე არიან ხალხი ვინც ამბობს რომ ჩვენ მაინც არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობას მაშინ კაი, დისიდენტურად ვებრძვით ბიზნესმენებს, რას ნიშნავს ეს? ეს ძალიან ნიშანდობლი დღეა, 35 წელი გავიდა პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან და ეს მაგალითი ხშირად მოყავთ ხოლმე, მათ შორის წინასაარჩევნოც მოყავდათ, რომ მაშინაც კი კომუნისტების დროს პარტიამ მიიღეს, მაგრამ ამ არჩევნებში მონაწილეობას წინ უძღოდა ერთი არჩევნები, რომელიც ბოიკოტის გამო და არა მარტო სხვა გარემოებებიც იყო, მაგრამ ჩაიშალა. ანუ მათ შორის ის რომ საბჭოთკავშირი დაშლილი იყო. ანუ ერთი არჩევნები დანიშნეს კომუნისტებმა, სადაც ოპოზიციამ ეროვნულ-მოძრაობ მონაწილეობა არ მიიღო და ის არჩევნები ჩაიშალა და შემდგომი არჩევნები როცა დაინიშნა ერთი წლის შემდგომ იქ უკვე ერთმანეთმა მიიღო და იქ დამარცხდა. ხო, რაღაც გამოცდილება ესეც არის მათ შორის. მეც გეტყვით ზოგადად არ შეიძლება ისტორიული მაგალითების ექსტრაპოლაცია ჩვეულებრივად ვითომ აქ იგივე შეიძლება გაიმეორე, იგივე შეიძლება თქვა 2003 წელზე ასე რევოლუცია რო შეიძლება მშვიდობიანი იყოს და მაგალითად რომ მოყავდათ 4 ოქტომბრისთვის ნაციონალიზმის ტერორს, ეს არაფერი შუაში არ იყო, იმიტომ სხვა გარემო იყო, შევარდნაძის მართლობა სხვანაირი იყო, რესურსები და შემდეგ. უნდა მოვიქლა წარსულ დროებზე ფიქრი, მაგრამ რა არის ყოფადი რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ. ამ გაგებით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ანუ აი მოდი თქვენ ამბობთ რომ დისკუსია იყოს, მაგრამ თქვენი აზრი მოგუხავით ამ შემთხვევაში რა არის რამაც ტაქტიკურად ივანიშვილი შეიძლება მარცხამდე მიიყვანოს. ყველაზე აუცილებელი ესე საუბარი რო თქვი, ეს არის რომ აუცილებელი წინაპირობა. მეორე აუცილებელი ამ შემთხვევაში მიზანი არის ის რომ ქართული ოცნების ხარდამჭერი გადმოიბირო. თუ ამას ვერ აკეთებ, თუ შენ ამორჩევლის მობილიზაციას ვერ აკეთებ და ქართული ოცნების ამორჩევას ამავდროულად არ გადმოიყვან, უბრალოდ მათემატიკურად ამის შანსი არ გექნება. და ესე იგი რა მოცანა უნდა იყოს. აი ერთი მაგალითი, რომელიც არ ყოფილა გარჩეული, რამდენიმე წელია, ამაზე დისკუსია არ ყოფილა და სულ ეთნოგიო შეცდომას უშვებს ოპოზიციური ფლანგი. შურისძიება უნდა იყოს თუ არა? აი ქართული ოცნების წევრებზე მათ შორის. ანუ შურისძიების მოტივით, აი ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, დავიჭერთ ხალხს თუ ვაპატიებთ. იმიტომ რომ ნებისმიერი ანუ შურისძიებასა და პატიებას შორის არსებობს კიდე სამართალი. კი ბატონო, მაგრამ რომელზეც უმრავლესობის პასუხი მოქალაქეების იქნება, რომ არ შურისძიება მინდა და არც
უბრალოდ გათავისუფლება. მე მინდა სამართალი დადგეს. ვინც დააშავა სამართლიანად დაისახოს. ხო, ეხლა ხვდებით, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ ავტორიტარული რეჟიმია და თქვენ ეთანხმებით ამას, მე ვეთანხმებით, შეიძლება რაღაც სხვა შეფასებით, რამდენი ადამიანი იქნება ამ ვერტიკალში, სადაც ღარიბაშვილმა რაღაც ფული მოიპარა, რამდენი ადამიანი იქნება ამ ვერტიკალში, ასე თუ ისე არაკანონიერ საქმიანობაში ჩართული. პრაქტიკულად ყველა. ხო, და ესე იგი გამოდის, რომ ვიღაც საშუალო რანგის ბიუროკრატსაც კი იმუქრებით დაჭერით, ხო, ამ შემთხვევაში. როცა მაგალითად ჩემი კონკრეტული შეხედულებით მე ამ ხრივ ბევრად უფრო ფართო პოლიტიკური ამნისტიების მოყვარული ვარ. არა მარტო უბრალოდ ნახე სანდრო ადამიანს შეეკითხება ადამიანები გიპასუხებენ რომ სამართალი ადამიანები გასაგებია რაღაც გიპასუხებენ მაგრამ ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმიტომაც გვაქვს რომ აუხსნათ ამორჩეულს რა იქნება სწორი ზოგადად აი არა უბრალოდ ის რაც ვიღაცას აზრად მოვიდა ამორჩეულს იმას გავყვეთ ბრმად იმიტომ რომ მაშინ უამრავი სხვა აზრი იქნება მაგრამ პოლიტიკური სწორი პოლიტიკური პოზიცია ჩამოვაყალიბოთ მაგრამ რაში მდგომარეობს ეს პოლიტიკური პოზიცია თუ ჩვენ ვერ თანხმდებით იმაზე მაგალითად იყოს რაღაც ტიპის პოლიტიკური შურისძიება ანუ დაკვეთა გააკეთოს რომელიღაც მაგალითად აღმასრულებელ ხელისუფლებამ უჩიოს პროკურატურაში რაღაც აი თუნდაც ეხა ქართული ოცნება ასაკეთებს საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ ხო ეს ხო ვიღაცა შეიძლება ქართული ოცნების ხარჯერმა თქვას რომ ეს რაღაც სამართლიანობის აღდგენაა მაგრამ რომ არ ყოფილიყო დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან უშუალოდ კონკრეტული ადამიანის მიერ ეს საქმე ხო არ გაჩნდებოდა საერთოდ ხო და ასე ხო ბევრი რაღაც შეიძლება ან გაჩნდეს ან არ გაჩნდეს თუ ხელისუფლებას არ ექნება ამის დაკვეთა პოლიტიკური რომ გამოძიება დაიწყოს რაღაც აქციის არც კი დაიწყება ხო და აქედან გამომდინარე ელემენტარულად თუ დააკვირდეს ეს გპ-ის რექტორი და ალაპარაკის თუ დააკვირდებით ოპოზიციურ სპექტრში ყველანაირი მრავალფეროვნება ამ პოზიციაზე ზოგი ამბობს რომ თქვენ ამას ვერ პოლიციელებს ეუბნება რიგით პოლიციელებს რომ თქვენ დაისჯებით არა ვთქვათ ვიღაც მინისტრს ან რიგით პოლიციელებსაც ზოგი ამბობს რომ უნდა ვაპატიოთო მაგალითად მე მათ შორის მომხრევა რომ ზოგადად შურისძიებას შევეშვათ ვიღაც ამბობს რომ მოდი ჩვენ ხა სასამართლოს სწრაფად გავაკეთებთ ეს როგორ არ ვიცი იმიტომ რომ სწრაფად ეს რაღაცები აკეთდება და მე ვიღაცას გავასამართლებთ და ეს ძალიან ბუნდოვანია იმიტომ რომ ჯერ რა სასამართლოს და როგორ გავაკეთებ და ვინ როგორ გაასამართლებს ამაზე პასუხები უნდა არსებობდეს ხო და ამაზე დისკუსია არის და ერთი და იგივე ადამიანები მათ შორის ხანა ერთ რაღაცას ამბობენ ხან მეორეს და ეხლა კითხვა შენ რო ხარ საშუალო რანგის ბიუროკრატი ქართული ოცნების რომელიც შეიძლება არ მოგწონს ეს სიტუაციაც ქვეყანაში ხდება არ მოგწონს რა ვიცი განვითარების მაგრამ იცი რომ აი ეს ხალხი რომ მოვიდეს დაგიჭერენ მაღალი ალბათობით რას აკეთებ აი ხო ძალიან დაბალი ალბათობა გასაგებს ივანიშვილის მარცხსა ხედავთ იმაში რომ აი სტრუქტურები რაც დგას დავარწმუნოთ და არწმუნოს ოპოზიციამ იმაში რომ მათ არ შეეხებათ არაფერი ერთ-ერთი ელემენტია ვიღაცას ფულშოულოს და რაღაც შემოსავალი აქვს ქართულ ოცნებებში იმას უნდა დაარწმუნოს რომ უკეთესი ცხოვრება ელოდება ვიღაცას შიში უნდა ჩაუხსნა რომ ომს დაიწყებ ვიღაცა შიში უნდა ჩაუხსნა რომ ციხეში გაუშვებ ეს ხო მრავალფეროვნება საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი მაგრამ მაგალითად მოყავს რომ თუ ოპოზიციურ ფლანგზე ვერ შეთანხმდით რა შვებით თუ მოვიგებ ელემენტარულ ერთ საკითხზე ვიჭერთ ვიღაცებს თუ არ ვიჭერთ პატიობთ თუ სასამართლო რეფორმას ვიწყებთ თუ სასამართლო რეფორმას ვიწყებთ როგორ რეფორმას ვიწყებთ რით ვარწმუნებთ ამორჩეულს რომ ეს არ იქნება იგივე კონტროლირებადი სასამართლო თუ ეს არაფერი არ გავაკეთებ და მე ვამბობ ერთობაო ასეო ბიძემაშვილის დამარცხება იქეთ ხო ერთობაა ნამდვილად იქეთ ხარ ეს ერთობა არის რესურსები ბევრია ადმინისტრაციული რესურსი ბევრია ფული ბევრია ხალხიც ბევრია და როგორ ამარცხებ ხო და ამიტომ ელემენტარულად სანამ დისკუსია არ გაიხსნება სანამ მართლა პოლიტიკოსები არ დასწრებიან და არ დაიწყებენ ლაპარაკს მე არც ერთი მათი სიტყვის ამჯერა არც ერთობის არც რო ისინი ივანიშვილს ებრძვიან არც რამე განზრახვა აქვს გარდა იმისა რომ უბრალოდ ილაპარაკონ ხო და მე კიდევ გეუბნებით რომ მოდი დავსხეთ და გავარჩიოთ რომლის პოზიცია სწორია და მე თვითონ აი ყოველდღიურ რეჟიმში ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მოუწოდებ ხალხს რომ აი მაგალითად თუნდაც თავისუფლების მოედანმა რომ გამოაცხადა რომ რაღაც გეგმა გვაქვს. მე ვერ გავიგე ამ გეგმის დიდი ნაწილი, მაგრამ ერთი ნამდვილად გავიგე რომ ლუსტრაციის კანონი უნდა მივიღოთ. ხო და აი ლუსტრაციის კანონს რომ მიიღება ამ სასამართლოს პირობებში და კიდე არსებულ წარსულ ტრამვებს რო გააცოცხლებ. ეს ხო მე სულ სერიოზული პრობლემაა. ერთი პრობლემა აქვს. ნახე ლუსტრაციის კანონი იყო კონკრეტული პოლიტიკური მოვლენა, რომელიც 90-იან წლებში მიიღეს პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში იმისათვის, რომ ყოფილი პარტიული ნომენკლატურისათვის შეეზღუდათ კვლავ თანამდებობების დაკავება, რომ ყოფილი ცეკას პირველი მდივნები არ გამხდარიყვნენ ქვეყნის პრეზიდენტები. მარტივად რო თქვათ, ჩვენ გავიარეთ უკან ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს უკვე ცეკას პირველი მდივნები აღდგა ეგ თავის ამოცანას ვეღარ მოემსახურება. ანუ ალბათ იგულისხმება რომ ვინც ქართულ ოცნებასთან ანთამ რაღაცა 90-იან წლებში სპეცსამსახურებთან 2000-იანებში 2010-იანებში დატა მასალა რომელსაც შეიძლება ამ შემთხვევაში მე გეთანხმებით მაგრამ ეს ხო ხდებით აი ეს ხო სადისკუსიო საკითხი უნდა იყოს და მე მგონი ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ დისკუსია გავხსნათ და ჩვენი მხრიდან აი ჩვენი ტელევიზია იქნება თუ სხვა ტელევიზიებზე ჩვენ ერთად ამოთითდება ხოლმე უბრალოდ ეს სიტყვა ვაღიარო რაღაცა გარემოში მივიღოთ ლუსტრაციის კანონი მივიღოთ ლუსტრაციის ხო იყოს ეს გარჩეული რა თქმა უნდა მე ვიცი რომ ჩვენ
ხადამჭერებსაც მე გამიგია რომ აი რუსეთის კანონი და ჩვენ შინია დისკუსია გქონია მაგრამ ამ ჩვენ შემთხვევაში ეგ არის ერთი დავიწყოთ ხდება უშიშრობის ეგ მასალები ვინ თანამშრომლობდა KGB-სთან არ არსებობს და რაც არსებობს იმას დაყრდნობა არ შეიძლება იმიტომ რომ KGB-ს მასალა იმისია KGB რომ არ იყრდნობა ეგეთ თავის დროზე გვაქვს დრო და თავის დროზე დიდი ზეიმი გქონდათ რუსებს კისინჯერი რომ დაინიშნა სახელმწიფო მდივნად იმიტომ რომ ჩვენი კაცი დაინიშნაო იმიტომ რაღაც ვიღაც რუსი შეხვდა მანამდე მიათვალა რომ თავის კაცი იყო და ამ დროს ნუ კისინჯერმა იმ დროს თავის უშიშრობა შეატყობინა ეგ რაღაც თქონდა ამიტომ ასე ვერ დაეყრდნობა KGB-ს სიებს იმაში ვინ იყო სინამდვილეში რაში დამნაშავე და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ლუსტრაციის კანონის ამოცანა ყველა საზოგადო სხვა იყო რა ჩვენ გავიარეთ უკვე რომც რამე კონდეს შეხო სამართლიანი სასამართლო გჭირდება ანუ ხვალშეულია თქვა რომ აგერ სიამაქვს ვიღაც ადამიანი კრებსები სუსის კრებსებით ხო არ გაასამართლებ ადამიანებს ხო და ამიტომ შენ გჭირდება სამართლიანი სასამართლო და ესე იგი უნდა თქვა მინიმუმ როგორი სასამართლო იქნება იმდან დამაჯერებლად ადამიანი თქვა რომ კი ეს სამართლიანი იქნება და მე პროკურორი რაღაც საქმეს რო მიიტანს იქ განხილვა მოხდება ხარი თავს დაიცავს და შემდეგ ეს ხო უბრალოდ რაღაცნაირად ისეთი გლობალური მიზანია რომ ჯერ ეს მივაღწიოთ და მე ვილაპარაკო უბრალოდ ნახე ხა ძალიან კონკრეტულ მიზნებზე ისევ დაუბრუნდით ამას აი აგერ დღე-დღეზე აიგრძელება ალბათ პარტიები არავინ ამ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეტრიალებას არ აპირებს ის მთავარი საგარეო წნეხი რაც ყველა მთავრობისთვის არსებობდა საქართველოს შევარდნაძისთვისაც სააკაშვილისთვისაც ივანიშვილის პირველი ეტაპისთვისაც ხო რომ აი დასავლეთის ზეწოლით ის თქვა რაღაცა თავისუფლებებს ქვეყანაში არ აშთობდა და რაღაც სივრცე ჩდებოდა მაინც რომ ნუ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ჯგუფებს იარსებათ ესეც მოიხსნა ანუ არსებითად ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ ახლა და ეს სიტუაცია გამზადებულია რომ უფრო სწრაფად დრამატულად დამძიმდეს ამიტომ აი თქვენი პოლიტიკური შეფასება პარტიის მომხრეად შორის ამ მხრივაც ან ჩემს მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ თქვენ სპეციფიკური ამორჩეველი ხოთ განსხვავებული დანარჩენი ოპოზიციური დიდი აუზისგან ამორჩევლებს შესაბამისად როგორ უყურებთ აი დრამატულობას ამ მომენტისას და ხედავთ თუ არა სივრცეს რომ რამ შეიძლება ივანიშვილის აიძულოს რომ შემოტრიალდეს აი ამ გზიდან. მე უნდა არის ბევრი ადამიანი ქუჩაში და ამისთვის უნდა იშრომოს ოპოზიცია, მათ შორის თქვენც. აუცილებლად უნდა იშრომოს და მათ შორის ზოგადად იგივე უნდა გავიმეორო, რაც ახლა თქვი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი პოლიტიკაში გადის ადამიანების რაოდენობაზე. მიტინგი იქნება, არჩევნები იქნება, რევოლუცია იქნება, რა პროცესი უნდა იყოს, რაოდენობა წყვეტს საბოლოო შედეგს. და ბუნებრივია რომ ადამიანებმა უნდა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე რომ ადამიანს მეტი ადამიანი იყოს არა მარტო ხარდამჭერი მათ შორის პასიური რომელიც სახში ზის არამედ რაღაც აქტიური პოზიციის გამომხატველი ხო და ამიტომ მე სხვა გზა არ ვიცი უბრალოდ პოლიტიკაში არ მოუგონია სხვა გზა მე არ ვარ მომხრე იმის რომ ყოველი მომენტის დრამატიზაცია გავაკეთოთ რომ ხალხი აი ბოლო მომენტია და ეხა თუ ეს არ გავაკეთეთ ხვალ ყველაფერი დაინგრება თუ გაიხსენეთ მაგალითად აგენტების კანონზე რამდენი იყო შეფასება რომ აი ხა რომ 2023-ში ხო მიიღეს ეს პირველი ცდილობა ხო იყო ხო და აი ეხა თუ არ მოხდება NGO სექტორი არ გვექნება ხვალ და აი რამდენი ასეთი დრამატული შეფასება იყო რომელსაც მე საბოლოო ჯამში იმისა იყო გელგელის არ იყო ხალხი უკვე შეიგუა ამ ამბავს და როცა მართლა დაიწყო აგენტების კანონის შემოწირულობა მნიშვნელოვნად დააზიანა მე არა დააზიანა მაგრამ ის როცა ამოდენ რომ აი ეს აგვისტოში აღარ იქნება არც ერთი NGO სექტემბერში აღარ იქნება და ამან საბოლოოში ხალხში სხვა განცდა გააჩინა ამიტომ მე ზოგადად წინამდებარე ამ დრამატიზაციის სულ ეს ისტერიული ფონია ოპოზიციურ ფლანგზე თუ დააკვირდებით სულ აი ბოლო გადამწყვეტი ბრძოლა აი ეხაც და რეჟიმი ჩამოიშლება და ის რეჟიმი ასე არ თამაშობს ის რეჟიმი თამაშობს ზელვადიან გეგმით შვიდა წყნარად სივსისხლიან გეთამაშება წამონ ჭადრაკს თამაშობდა ერთი მოჭადრაკია პროფესორ შვიდა წყნარად გეთამაშება და მეორე მხარე ხარ მათაც ახასიათებთ ნუ ეხა რაღაცა რო ახასიათებს ხო კი ბატონო ზელვადიანი შვიდი თამაში მიდის და აქედან ისტერიული თამაში არ უნდა იყოს უნდა დამშვიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი სხვა გზა არ არსებობს იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს არ მიიჩნევთ რომ შურიძეების საკითხი მნიშვნელოვანია მიიჩნევთ რომ რაღაც სხვა საკითხი ის გავარჩიოთ არა ის პრობლემა მაგრამ ჯერ დავიწყოთ ლაპარაკი მშვიდად წყნარად რუსთაველის გამზერზე იქნება ეს თუ სტუდიაში იქნება ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი ძველი ტრამვები სანდრო რაქვაშვილი იყო ჩვენთან ერთად პარტია გირჩიდან სანდროს დავამშვიდობები